ადამიანს ყველას ძალიან უჭირს საკუთარ ნებაზე უარის თქმა. საკუთარი ნებისადმი ადამიანს აქვს ემოციური დამოკიდებულება. ადამიანს ძალიან უყვარს თავისი ნება. ადამიანს ძალიან უყვარს თავისი სიმართლე. ადამიანს ძალიან უყვარს საკუთარი თავი ეგოისტურად. და აი ეს არის ყველაზე მეტად ხელისშემშლელი იმისა, რომ ადამიანმა იპოვოს ის ვიწრო კარების, რომელიც იესო ქრისტეა. ამიტომ არსებობს ეკლესიაში ცნება მორჩილების. თუ ჩვენ ნებას ბარიერი არ გაუკეთეთ, თუ ჩვენი ნება, რომელთანაც ემოციური დამოკიდებულება გვაქვს, გვერდზე არ გავწიეთ, ჩვენი გული ვერ იგზნობს ღვთის ნების ფაქის შეხებას ჩვენს გულზე. აი როგორც ილია თესბიტელმა იგზნოს სუსტი ღმერთის შეხება, როგორც სუსტი ნიავის შეხება გულზე. ჩვენი ნება აგრესიულად მოქმედებს. მინდა და მორჩა. ამაში ვეშმაკის გვეხმარება და ჩვენი ნება არის მსახური ჩვენი ცხოველური და დემონური მიდრეკილებებისა ჩვენში. როცა მას გავწევთ და ჩვენი ნებას, ღმერთის ნება არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი გვერდზე მყოფი ადამიანების ნება. ცოლ-ქმარმა ერთმანეთის უფროსი თაობის, სამსახურში თანამშრომელმა თავისი უფროსის, ეკლესიაში სამრელოში დაძმებმა ერთმანეთის ნება იციან, მოძღვრის ნება. და თუ ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენ ცხოვრებაში სხვის ნებას ჩვენი გადაწყვეტილებით დავემორჩილოთ, არა გვაქვს რა დამოკიდებულება სხვისი ნებისადმი ემოციური, ჩვენი გული თავისუფლდება იმისთვის, რომ იგზნოს ღმერთის ფაქიზი შეხება, ღმერთის ნების ფაქიზი შეხება. ასეთ ადამიანში მარცხდება მთავარი მტერი ადამიანის გადარჩენის. გარეგანი რიტუალით ღმერთები იქნებით 64-ში რაც დავემარჩა. ეს არის სიამაყის ადამიანში სიამაყის საფუძველი, რომელიც ადამიანისგან მოგვეცა მემკვიდრეობა. ხოლო ადამიანი, რომელიც მორჩილებაში წვნის საკუთარ თავს, ადამიანი ხდება თავდაბალი. და ამით ქრისტეს ემსგავსება. მისი გული იწმინდება ღვთისნებით, ასეთ გულში შემოდის ღმერთი, ადამიანი გრძნობს ღმერთს, ღმერთს გრძნობს ლოცვაში, წმინდა მამების და წმინდა წერილის კითხვისას, ასეთ ადამიანის გული გრძნობს ღმერთს ზიარებისას, ასეთი ადამიანი ეკლესიაში ხედავს ღმერთს, ეკლესია მისთვის ხდება დიდი საიდუმლოება და ყოველი ადამიანი ხდება ნამდვილი და პოტენციური ტაძარი ღმერთისა, მის გულში რადგან მკვიდრდება ქრისტე და რადგან სადაც ქრისტეა, იქ მთელი სამყაროა, ამიტომ ასეთი ადამიანის გული იტევს ყველა ადამიანს თავის თავში. ასეთი ადამიანი ყველას მიმართ თავდაბალია, ყველას მიმართ მორჩილია, ფაქიზია, მოყვასი უყვარს, ცოდვილი და მტერი ეცოდება და ქრისტეს ემსგავსება. და სამრელო გადაიქცევა ქრისტეს მსგავსი ადამიანებით. ასე იქნება ის ლამაზი სამყარო, რომელზეც ქრისტე ამბობს, იმით მიხვდებიან, რომ ჩემები ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთს.